კოდექსის თანახმად საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საარჩევნო პლაკატები მოხსნან. აღნიშნული პროცედურებიდან თვენახევარზე მეტი გავიდა. ამის მიუხედავად დღეს თელავის ქუჩებში საარჩევნო პლაკატებს მაინც ხვდებით. მათი უმრავლესობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, კოალიცია ქართულ ოცნებასა და დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს ეკუთვნის. საარჩევნო სუბიექტები ვალდებულები არიან ამ პერიოდში, ანუ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან საარჩევნო პლაკატები. ეს არის საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მერვე პუნქტი. წინამდე შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებს დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობა. ყველა საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში მოახდინოს პლაკატების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სამართალდარღვევი სუბიექტის მიმართ გატარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლით გათვალისწინებული სანქციები, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. როგორც თელავში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, ქალაქში პლაკატების ჩამოხსნა კანონით დადგენილ ვადაში განახორციელეს. დარჩენილ პლაკატების ჩამოხსნას კი ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტები უახლოეს მომავალში გეგმავენ. არჩევნების შემდეგ მოხდა პლაკატების ჩამოხსნა და თუ კი სადმე რამეა დარჩენილი, აუცილებლად დავათვალიერებთ და უახლოეს მომავალში მოხდება დარჩენილი პლაკატების ჩამოხსნა. სურათების მოხსნას ჩვენ თელავში მოვახდინეთ ჩამოხსნა უკვე და ალბათ თუ კანონი გაგისრებს, მე არ ვიცი ახლა მაგდენი, თუ ჩვენი გასაკეთებელია სადაც დარჩენილი იმასაც ჩამოხსნით ალბათ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ქალაქში საარჩევნო პლაკატები აღარ უნდა იყოს. ჩემი აზრი ეს არის, არ უნდა იყოს. მე მგონია ზედი მეტი ეგ ყველაფერი. აღარ უნდა იყოს, უმორჩა არჩევნები რაღაც საჭირო. აღარ საჭირო. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები პლაკატებს არ ჩამოხსნიან, მათ კანონით დადგენილი საჯარიმო თანხის გადახდა მოუწევთ.